მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მორი story time სტილის ვიდეოს. ეს ვიდეო რო არ მოვიტყუო, არ ვიცი როგორი გამოვა. თავიდან ბოლომდე საით წავა ჯამში, მაგრამ თუ ამ ვიდეოს გადახოვის გარეშე უყურებთ და ბევრი ადამიანი უყურებს ყურადღებით და მომისმენს, რა თქმა უნდა, მაგას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან საინტერესო ვიდეო შეიძლება გამოგვივიდეს ძალიან საინტერესო საკითხზე, იმიტომ რომ ესეთ საკითხს არ მინახავს არასოდეს ვინმე YouTube-ზე შეხებოდეს. გინდა ქართულ და გინდა უცხოურ YouTube-ზე. არასოდეს სავარაუდოდ იარსებებს რა თქმა უნდა, მაგრამ ეჭვმეპარება მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ მინახავს. ამ ვიდეოს, როგორც თქვი, ანუ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს და სათაურიდან გამოდრენ მიხვდებოდით ახლა ალბათ რას შეეხება და რას შევეხები მე, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ სოციალურ ქსელებზე არსებობს ეგეთი მიმი, რაც სტატისტიკაზეც მეტყველებს, სტატისტიკაც მაგაზე მეტყველებს უბრალოდ, რომ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი უყურებს და ძალიან ბევრი პატარები უყურებენ, ხო, ჩემი აზრით, ძალიან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია სერიოზულად ლაპარაკი კომიუნიტიდან და ამ ვიდეოში რამდენად გამოვა ეგ, გინდა უცხო ხალხთან, გინდა ჩემ მაყურებელთან, რო არ მოვიტყუო, არ ვიცი, იმიტომ რომ როგორც თქვი რა, ანუ სოციალურ ქსელებში უმეტესად ადამიანები არიან შემოსული საღადაოდ, გასართობად, ყურადღების გადასატანად, რეალური და ცხოვრებისეული პრობლემებისგან და მაგაზე ლაპარაკი დიდად არავის არ უნდა ხოლმე რაც დავამუღამე. და უმეტესად, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვან სერიოზულ საკითხს ეხები, როგორი საკითხების მაგათად ადამიანის გრძნობები ან ემოციებია, დავამუღამე, რომ ძალიან ხშირად ტიპები ცდილობენ ხოლმე, რომ ეგ თემატიკა გადაობით ან რაღაცნაირი ხუმრობით გადოჯონ, ხო ხდები, ან პროსტა ერთ რაღაცას წერენ, კრინჯია და მაგით ყველაფერი მთავრდება, არა და უმეტესად ეგეთი საკითხებია ხოლმე, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებას ეხება გარკვეულ დონეზე, გინდა კრინჯი იყოს და გინდა არა. ასე რომ თუ შესაძლებელია და თუ რამენაირად გამოგვივა ამ ვიდეოში სერიოზულად კომენტარებში ლაპარაკი, მე მგონი რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება ძალიან საინტერესო აზრი გითხრას, ან რაღაცა გაგვიზიაროს. მათ შორის მეც დღეს მინდა რომ ერთი ჩემი აზრი გითხრათ და ჩემი ცხოვრებიდან ერთი ძალიან საინტერესო მოგონება და ძალიან მნიშვნელოვანი მოგონება გაგიზიაროთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი პატარა ხარ, განსაკუთრებით სკოლის ასაკზე მაქვს საუბარი, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გემართება. განსაკუთრებით მე, იმიტომ რომ სკოლებს ძალიან ხშირად ვიწვლიდი, მიწევდა ერთი 4-5 სკოლა მაქვს გამოცვლილი რა. ბოლო რა თქმა უნდა სკოლა აქ იყო ამერიკაში. ერთ დღეს, როდესაც ჩემ მეგობრებთან ვლაპარაკობდი სკოლის მერე, როდესაც ველოდებოდით სკოლის მერე დაწყებული იყო სპორტი, დაწყებული იყო დამატებითი გაკვეთილები და რაღაცა. დაახლოებით 1 ან 2 საათი ზოგს როგორ გააჩინა გრაფიკს და ვინდას ელოდებოდა, ყველას გვიწევდა ხოლმე ცოტა ლოდინი რა, ანუ გააჩინა ცოტაში რამდენი იგულისხმება, როგორც თქვი. საერთოდ როდესაც ადამიანები ვიზრდებით, ძალიან ბევრ რაღაცაზე შთაბეჭდილება და წარმოსახვა გვეცვლება, მათ შორის მეც რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ გრჩება რაღაცა ბავშვობაში ისე, რომ რაღაცას კარგად და რაღაცას ძალიან ნიშნულოვან რაღაცად გამახსოვრებს რა. ეგ შეიძლება ადამიანის ნათქვამი იყოს, მეგობართან ერთად გადამხდარი სიტუაცია, ისტორია, შეიძლება ბევრმა ადამიანმა სისულელეც გითხრას, რასაც მომავალში მე ძალიან ხშირად იაზრებ. პატარა როცა ხარ ადამიანი განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, ხო? ყველა შენი ძმაკაცი გგონია, ვინც გაგიღიმებს რა, ყველა შენი მეგობარი, ყველა გგონია, რომ შენს მიმართ კარგად არის განწყობილი და არა და ეგ ტყუილი ღიმილი, არაფერი არ არის, კაროჩე, რა ზურგწმან შეიძლება მაგ ადამიანს დანაეკავოს. მაგას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ UFC. ხო და რაც მინდოდა მეთქვა, ის არის რომ თავიდან ბოლომდე ადამიანი პატარა როცა ხარ ვერ იაზრებ რა, მაგრამ როდესაც უკვე იზრდები და ნენლა 22, 25, თუნდაც 20 წლის ასაკს უახლოვდები ადამიანები ხარ მაგ ასაკში, უკვე იწყება ძალიან საინტერესო ასაკი რა, იმიტომ რომ ყველაფერს ხვდები, ხო ხვდები. ყველაფერს ხვდები უკვე რა ცხოვრებაში სიტყვაზე, რა იყო შეცდომა, რა იყო სწორი და არასწორი და ეგეთი რაღაცა. ხოლო აი მაგ მომენტში, როდესაც გაიზრდები, შეიძლება 2 წელიწადში, 4 წელიწადში ვერ მიხვდეთ, ეხა თქვენი მეგობრები რას გეუნებიან სიმართლეს ან ტყუილს ან საერთოდ გარშემომყოფი ადამიანები, აი ვიღაცა შეიძლება მოვიდეს და როგორც მე გელაპარაკებით, ესე შეიძლება გელაპარაკოს 2-3 საათი და გეგონოს რომ ეს ადამიანი რა ჯიგარია, მართალი მითხრა რა, არა და ეგ ეგრე არ იყოს. შეიძლება საჯდომიდან ამოსული სიტყვები იყოს, ღმერთსა, როგორც ინგლისურად ამბობენ ხოლმე აქ და სრული სისულელე იყოს სუჩი, რასაც ეგ ადამიანი ბოდავს რა, მაგრამ მაგას ეგონოს სიმართლე ან რაღაცა ისეც გეუნებოდეს, მოკლედ რაც რეალურად სიმართლე სულ არ არის ან მნიშვნელოვანი სულ არ არის. ეგეთი რაღაცები საერთოდ ცხოვრებაში, როგორც კი რაც უფრო გაიზრდებით, მით უფრო მიხვდებით რა იყო არასწორი და რა იყო მცდარი თქვენ ცხოვრებაში და იმედი მაქვს ეგრე არ არის, მაგრამ ბევრს ძალიან გული დაგწყდებათ იმაზე თუ რაში ხარჯავდით დროს ახალგაზრდობაში, პატრაობაში, ვისთან ხარჯავდით და რა შეიძლებოდა იმაზე სწორად გაგეკეთებინათ, ვიდრე გააკეთეთ. მაგ დასკვნამდე უმეტესი ადამიანი მიდის, 95% ადამიანი მე მგონი იმედია თქვენგან არც ერთი არ იქნება ეგ, მაგრამ ეგ ძალიან ნორმალური რაღაცა არის, რომ ადამიანი გვიან ხვდები, კაროჩე, რა შეცდომები დაუშვი და გვიან ხვდები ის რაც არ უნდა იმ რაღაცებს რაც არ უნდა გაგეკეთებინა.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად მოდიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში სამუდამოდ რჩებიან და სამუდამოდ იკავებენ ადგილს. ეგ ადამიანები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, კაროჩე, როგორც თქვი, ვინც ჩვენ ცხოვრებაში პატარაობიდან მოდის, ან საშუალო ასაკში, ან გარკვეულ ასაკში და იმის მერე სამუდამოდ, კაროჩე, იკავებს ადგილს და სამუდამოდ მოყვება შენს ცხოვრებას. ხო და დღეს მე მინდა ზუსტად ესეთ ერთ საინტერესო ამბავზე მოგიყვეთ და გაგიზიაროთ ჩემი პირადი დამოკიდებულება, კაროჩე და ჩემი პირადი მიდგომა აი მაგ ეგეთ საკითხზე და ეგეთ ადამიანზე. როდესაც ერთხელ სკოლაში ვიყავით და ჩემი მეგობრები ველოდებოდით ზოგი დამატებით ზოგი სპორტს, ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი სკოლელი გოგო, რომელიც დღესდღეობით ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, არის და იქნება ყოველთვის და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ყოველ შემთხვევაში და დღესდღეობით არის ჩემი ბავშვობის ძმაკაცის ცოლი, წარმოიდგინეთ. და დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მაგ ბიჭთანაც და მაგ გოგოსთანაც და ანუ მათ ოჯახთან, დაჟე ხშირად მაგათთან მივდივარ ხოლმე სახში და ხო ხტები რა შვები როგორ ხარ, მოვიკითხავ ხოლმე ორივეს და იმიტომ რომ ორივე არის ჩემი ბავშვობის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, განსაკუთრებით გოგო, იმიტომ რომ გოგოს უფრო დიდი ხანია ვიცნობ. ხო და როდესაც ერთხელ კაროჩე სკოლაში ვიჯექით და ველოდებოდით ზოგი ავტობუს, ზოგი რას არა, ავტობუს არა, ზოგი სპორტს და ზოგი რაღაც საგნებს დამატებით, ხო? ძალიან საინტერესო საუბარი ჩამოვარდა. ბევრ რაღაცა ცხოვრებისეულზე, აი უფრო ესე ვთქვათ, რომ მოდი თანატოლები ძირითადად, თანასკოლელები ვიჯექით და ვლაპარაკობდით ბევრ საინტერესო ცხოვრებისეულ საკითხზე. საერთოდ ეხა ბავშვმა შეიძლება ბევრი რაღაცა არ იცოდეს ცხოვრებისეულ საკითხებთან, ყველას ეგრე გონია, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება ბევრად მაგარი აზრი და ბევრად საინტერესო რაღაცა ბავშვმა თქვას, ვიდრე ბევრმა ზრდასრულმა და ბევრმა 30 და 40 წლის ადამიანმა და ეგ განსაკუთრებით ჩემზეც სულ არ არის, იმიტომ რომ განსაკუთრებით დღევანდელი თაობა ისეთ უცნაურ ცხოვრებას გადის და წინა თაობა ისეთ იმდენად განსხვავებულია, მოდი ვიტყვი, ორივე ცხოვრება ერთმანეთისგან, რომ ბევრი რაღაცა დღევანდელ თაობას უფრო ესმის, ვიდრე წინანდელს, ხო ხტებით, რის თქმასაც ვთვლობ. ხო და ბევრ ცხოვრებისეულ საკითხს განვიხილავდით, პრობლემებს, კარგს, ცუდს, რაღაცებს, მაგრამ უფრო ერთმანეთს უზიარებდით რაღაც საკითხზე, რაღაც აზრებს და დამოკიდებულებას და ვცდილობდით, რომ ყველას აზრი ერთმანეთის გაგვეგო, მე შეგვეჯამებინა და მაგის ხარჯზე სწორი დასკვნა გამოგვეტანა რა სიტუაციაში როგორი რაღაცის გაკეთებაა სწორი. როდესაც ყველა ლაპარაკობდა, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგო ძალიან ჩუმათიჯდა და ძირითადად გვისმენდა რას ლაპარაკობდით, ანუ მეც არ მიყვარდა ხოლმე დიდად ეგეთ თემებში ჩარევა, მეც უფრო მოსმენა მიყვარს ხოლმე სხვები რას ლაპარაკობენ, ვიდრე ჩემი აზრის დაფიქსირება რა. ეს ჩემი მეგობარი გოგო ჩუმათიჯდა და ყველამ გარკვეულ დონეზე თავის დაძრები რო დააფიქსირა, ეს გოგო აგიხსნათ როგორი სტილის გოგო იყო რა. იყო რა არის, მაგრამ მე გეუთყვით ბავშვობაში როგორი იყო. ძალიან ლამაზი გოგო იყო და ეხლაც არის პროსტა ეხლა უკვე ქალია, იმიტომ რომ დიდი ასაკის არის. ძალიან ლამაზი გოგო იყო. ჭკვიანი რაც მთავარია და ჭკვიანი იყო როგორი ჭკვიანი, იცი? მდიდარი იყო, პლუს ასევე თავისი მშობლებისგან, მაგრამ მაგარი ჭკვიანიც იყო რა, ანუ ისეთი გოგო არ იყო, რომ რახან მე მაყუთი მაქვს, ხო ხტები, უნდა ვიგულავო რა, არა, ძალიან ჭკვიანი იყო, ყველა საგანში ვაფშე უმაღლესი ქონდა, რასაც კი სწავლობდა, ტიპი ნიშანი, იკაიფეთ. და ზუსტად აი მაგიტო რომ ლამაზიც იყო, ჭკვიანიც იყო, დაჟე მაყუთაც იყო, აი ვაფშე ნებისმიერი პოზიტიური რაღაცა, რაც კი შეიძლება იფიქრო ადამიანმა რა. ძალიან თავმოყარე იყო, ზრდილობიანი, პატიოსანი, ძალიან მორწმუნე და რელიგიური ადამიანი იყო ასევე. ძალიან კარგი ოჯახი ყავდა, ხო ხტები, დედა, მამა, ძმაც კი ძალიან მაგარი ყავდა, მაგის ძმასაც ვიცნობ. ხო და ძალიან ისეთი, აი, ყველანაირად პოზიტიური აურა ქონდა თავის გარშემო რა. ხო და ზუსტად ამ ყველაფერი პოზიტიურის გამო ძალიან კარგად იყო ბევრი ადამიანი ამ გოგოს მიმართ განწყობილი. ძალიან კარგად და ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მიგვარდა ხოლმე რა, ანუ მისი დამოკიდებულება მიდგომა და რაღაცები ყველაფერთან. დაჟე რომ აგიხსნათ, კაროჩე, რამდენად ჭკვიანი გოგო იყო, იმ ყველაფერთან ერთად როგორიც იყო. დაფინანსება სანამ სკოლას დაამთავრებდა, სრული დაფინანსება ჰქონდა უკვე კოლეჯში აღებული. ასე რომ უკვე იცოდა რა უნივერსიტეტში მიდიოდა სკოლის დამთავრების მერე. ანუ სრული დაფინანსება ჰქონდა უკვე აღებული. აქ ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ანუ სკოლარშიპს ეძახიან და თავიდან ბოლომდე ჰქონდა ეგ მიღებული. სპორტი ვაფშე ყველაფერი რა, ანუ ტიპი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ძალიან ფენსი გოგო იყო ასევე და ძალიან რაღაცა. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ დაახლოებით სურათი შეგექმნათ, როგორი სტილის გოგო იყო და რატო აყენებდა ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი მაგ ადამიანის აზრს ძალიან წინ. მაგ ადამიანმა მაგ დღეს ისეთი რაღაცა თქვა, რაზეც სულ ყველა ჩააფიქრა სავარაუდოდ, იმედი მაქვს, იმიტომ რომ ყველა ისე იყო მომენტ დაფიქრებული, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ მე ჩამჭა ეგ გონებაში, იმიტომ რომ დღემდე რო ვფიქრობ რა გამიგონია ჭკვიანური, რა მომისმენია ჭკვიანური, გინდა ოჯახის წევრებისგან, ძმაკაცებისგან, დაქალებისგან, მეგობრებისგან, არ აქვს რობა, თუნდაც ინტერნეტშიც კი ხო? ერთ დღეს აი მაგ ჩემი მეგობარი გოგოსგან ერთი ჩვეულებრივი აზრი მოვისმინე, ძალიან საინტერესო საკითხზე. და აი მაგ აზრმა ვაფშე კატეგორიულად შეიძლება თქვას, რომ შეცვალა ბევრ რაღაცასთან ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებით იმის რაც ამ ვიდეოს სავარაუდოდ სათაურად ერქმევა. მაგ დროს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, კაროჩე, შეკითხვა იყო ესეთი და თემა იყო ესეთი.
რითი განისაზღვრება ადამიანს რამდენად უყვარხარ. ეს შეიძლება იყოს მამაშვილის სიყვარული, დედმამის სიყვარული, თუნდაც იყოს ძმა რა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ვლაპარაკობდით გოგო ბიჭის სიყვარულზე ხარ, რა თქმა უნდა, თანასკოლელები, აბა სხვა რაღაცაზე რაზე ილაპარაკებენ, ხო ხტები რა? ურთიერთობები, relationship-ი ეგეთ რაღაცები და ძირითადად აი აქ შეკითხვა დომინირებდა და აი მაგ შეკითხვაზე განიხილავდა სულ ყველა, აი ბოლოს რომ მივედით, ყველა რაღაცა საინტერესოს ამბობდა, ზოგი რაღაც უაზრობასაც, ზოგი გადაობდა რაღაცა, მაგრამ აი ბოლოს, короче, აი მაგ გოგომ რას თქვა, აი მაგან ჩაგვაფიქრა სულ ყველა. რა რითი განისაზღვრება ადამიანს რამდენად უყვარხარ. განსაკუთრებით გოგო ბიჭი ან ბიჭი გოგოს მიმართ სიყვარული. ნუ თუნდაც გოგო იყოს ან ბიჭი ხა დეტალებში ნახდა და ჩავეკითხები მაგას, მაგრამ თემას და ვიდეოს რო არ მივცეთ ფანჯრები და არ მივცეთ ჩარჩო, ზუსტად აი მაგითო მოდი ვთქვათ, ყველაფერს შეიძლება შევეხოთ რა, მაგრამ ამ ეტაპზე მოდი ვთქვათ, კარჩე რავი, გინდა გოგო ბიჭი გოგო, არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ამ ვიდეოს კარჩე არ მინდა რომ ჩარჩო კონდეს, ასე რომ მაგ დროს პროსტა ვლაპარაკობდით, რაზეც ვლაპარაკობდით ეგ იყო, რითი განისაზღვრება ადამიანს რამდენად უყვარხარ, როცა ბიჭი გოგო ბიჭის ურთიერთობა განიხილება. ამ გოგომ როგორც ვიცით რაღაცა თქვა, რომ ბევრი ადამიანი ძალიან პირღია დატოვა და მათ შორის იქ მეც და როგორც ვთქვი, დღემდე მომყვება ეგ ფიქრი და როგორი რაღაცა თქვა, იცით, რომ დღემდე რაც უფრო ვიზრდები, მაშინ ვიყავი რავი, რამდენი წლის არ მახსოვს. 15-16 ალბათ, ვერ ვიხსენებ მართლა. და როგორი რაღაცა თქვა, იცი, რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო ცხოვრება მიდის წინ და წინ, ხო? ანუ მით უფრო უხვდები, რომ ეგ სიმართლე იყო. და მით უფრო უხვდები, მით უფრო მიკვირს რანაირად თქვა ეგეთმა პატარა გოგომ ეგეთი სიბზნე მართლა. და ეგეთი ფაქტი როგორ დადროფა. შეიძლება ძალიან მარტივი იყოს, ეხლა რასაც მე ვიტყვი და რაც მაგ გოგომ თქვა, მაგრამ არასოდეს არ გიფიქრია ადამიანს მაგაზე, ხვდები? ანუ უმეტეს თქვენგანისთვის არასოდეს არავის არ უთქვამს. და აი ძალიან მარტივი რაღაცა არის, მაგრამ ძალიან რთულია რომ მიხვიდე მაგ დასკვნამდე, რომ ეგ რაღაცა ეგ მარტივი რაღაცა სიმართლეა, ან გაითვალისწინო. ხო და როგორც თქვი, რაც უფრო ვიზრდები და რაც უფრო დრო გადის, განსაკუთრებით დრო იზრდება მაგ მომხდარიდან და მაგ ნათქვამიდან, მით უფრო აი არა ძალიან იშვიათი რაღაცა მახსენდება ეგეთი, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს ადამიანში, კაროჩე და უფრო და უფრო მიხვდე რომ ეგ რაღაცა სიმართლე ყოფილა. უფრო და უფრო აი გეუნებით ყოველ დღე და ყოველ თვე და ყოველ წელიწადს, როდესაც ვიხედები უკან მაგ ნათქვამზე და მახსენდება, უფრო და უფრო წმუნდები იმაში, რომ ეგ რაღაცა სიმართლე იყო და მაგ რაღაცას არავინ და არაფერი არ მემტკიცებს გარდა ცხოვრებისა. ანუ თვითონ ცხოვრებამ, თვითონ ბუნებამ, შეიძლება ზოგმა ღმერთმა თქვას, თვითონ აი ცხოვრებამ დამიმტკიცა ეგ, რომ მაგ გოგოს უთქვამს სიმართლე. მე რამდენად ვეთანხმები მაგაზე მე ვილაპარაკებ, ჯერ გეტყვით მაგას და მე ჩემასაც მოგახსენებთ. ამ გოგომ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ადამიანს რამდენად ვუყვარ ვარ მე ან რამდენად მიყვარს, უფრო თქვა ადამიანს რამდენად ვუყვარ ვარ მე, იმიტომ რომ მაგ მომენტში მაგაზე ვლაპარაკობდით, რითი განისაზღვრება ის თუ ადამიანს რამდენად უყვარხარ და ამ გოგომაც ზუსტად ეგრე თქვა, ადამიანს რამდენად უყვარ ვარ, განისაზღვრება ჩემი აზრით იმით, თუ რისი დათმობა შეუძლია ჩემთვის. ან რა შეუძლია გაწიროს ჩემთვის, ანუ ხო ხტები, sacrifice რა, მოდი ეგრე ვთქვათ, უხეშად. და ძალიან დავფიქრდი მაგაზე რომ ვა მეთქი ანუ რას გულისხმობს ეხა თავიდან ბოლომდე და ეხა რა თქმა უნდა ვკითხეთ რა ანუ რას გულისხმობ მაგაში და ესეთი რაღაცა თქვა რა მაგოგომ რომ ადამიანს როდესაც ვიღაცა უყვარს სიყვარულის რაოდენობა სიყვარულის დონე განისაზღვრება იმით თუ რისი დათმობა შეუძლია მაგ ადამიანისთვის რამდენად მართალია თქვენი აზრით ეგ მოდი ეხა ფაქტები მოვიყვანოთ და დავფიქრდეთ მოიყვანა დედა შვილის მაგალითი დედა ყოველთვის ყველაფერს დათმობს შვილისთვის იმიტომ რომ თავის შვილი ყველაზე მეტად უყვარს ხო ეგრეა და ყველაფერს გაწირავს ვაფშე თავის ცხოვრებასაც კი თავის ახალგაზრდობასაც და ვაფშე ყველაფერს ხო მიხვდით რასაც ვამბობ დაჟე თავისაზე იტყვის უარსვის იმით რომ თავის შვილს კარგი კონდეს ასევე მე ხა დედაშვილის სიყვარულს არ მინდა შევეხო მათ მაგრამ უფრო მოდი აი ბიჭი გოგოს სიყვარული ან გოგო ბიჭის სიყვარულზე შევეხოთ რა აი რაზეც ვლაპარაკობდით მართლა მაგ დროს ეს თანაკლასელობა და თანასკოლელობა ამ გოგომ ეგეთი რაღაცა თქვა როგორც თქვი სიყვარული რამდენად უყვარვარ ადამიანს მე ვაფასებ და განისაზღვრება იმით თუ რამდენად დიდი რაღაცის დათმობა შეუძლია ჩემთვის და რამდენად შეუძლია ეგ რაღაცა გაწიროს მე რო ვკითხეთ დეტალები რა და როგორ ესეთი რაღაცა თქვა რომ მე არ მოუთხოვ ადამიანს რომ აი ჩემ გამო რაღაცა გააკეთოს ხო ხტები მაგრამ ეგ თავისით ხდება კაროჩე ბუნებრივად რა და რო დავფიქრდი მაგაზე ეხლა ჩემ აზრს გეტყვით თავიდან ბოლომდე არ ვეთანხმები მაგას დღემდე და არ მგონია რომ ეგ არის 100% სიმართლე მაგრამ რაც უფრო ცხოვრება მიდის და მიდის წინ ბიჭო ფიქრობ და მე მგონი 100% სიმართლეა და აი წვეჩ
აი ეგა სვეტში მე მგონი 100% სიმართლეა, იმიტომ რომ არ მახსენდება მომენტი, როცა მაგაზრს ვეწინააღმდეგებოდე ცხოვრებას რაღაცა ეგეთი უცნაური ეჩვენებინო ჩემთვის, მაგრამ ცხოვრებამ არაერთხელ დამიმტკიცა, რომ ეგ რაღაცა სიმართლე იყო და ფაქტითაც და არგუმენტითაც სერიოზულად გაამყარა, ფაქტით გაამყარა, მოდი ვიტყვი, ცხოვრებამ, რომ მაგოგო სიტყვები სიმართლე იყო. აი დავფიქრდეთ ელემენტალურზე, ხო, მაგალითად, აი მოდი ვთქვათ, როგორც თქვი, გოგო ბიჭი, ამ ბიჭი გოგოს ურთიერთობა რა. რამდენი ადამიანს ყავთ ნათესავი მეგობარი, რომელსაც ვიღაცა უყვარს, ვიღაცა მოგწონთ, შეიძლება თქვენ მოგწონდეთ ვიღაცა, თქვენ გიყვარდეთ ვიღაცა, გოგო ხარ და ბიჭი გიყვარს, ბიჭი ხარ და გოგო გიყვარს, თუ ბიჭი ხარ და ბიჭი მოგწონს, გოგო ხარ თუ გოგო მოგწონს ან გიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი მიმოვიხილოთ ვაფშე. ხო, ყველა იცნობთ მაინც ეგეთ ადამიანს, ან შეიძლება თქვენ იყოთ სიყვარულში და თქვენ ან თქვენ ვაფშე მოგწონდეთ ვიღაცა. სიყვარულზე რო არ წავიდეთ, თუნდაც აი მოწონებაზე ავიღოთ, ხო? და დავაყენოთ, კაროჩე, ეგ გზნობა, ან ეგ დამოკიდებულება გოგო ბიჭის ან ბიჭი გოგოს მიმართ და ეგ რაც მაგ გოგომ თქვა, რამდენად ადამიანს რამდენად უყვარხარ განისაზღვრება იმით, თუ რამდენის დათმობა შეუძლია შენთვის, ან რისი გაწირვა შეუძლია შენთვის. უყურე? აი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მოდი ვთქვათ, მოგწონს გოგო, მოგწონს გიყვარს გოგო, ან გიყვარს ბიჭი, ან გიყვარს, მოგწონს ბიჭი, ხო? ანუ პირიქით და პირიქით რა. ფაქტიურად, ხო? რეალურად, აი, რაც უფრო ფიქრდები მე ცხოვრებაში, აი, ჩემი პირადი მაგალითები არა, უფრო აი, თუნდაც ზოგადად მინახავს, ან თუნდაც ჩემ პირად მაგალითებს ახლა დიდად არ მიდეშები ხო, მაგრამ რაღაცეებმა რო გამიელოს თავში რა, უყურე? როგორ შეიძლება ადამიანი მივიდეს იმ დონემდე, რომ მაგ ადამიანების დამოკიდებულებას დარქვას ურთიერთობა, თუ ვერცერთი ვერაფერს ვერ წირავს, ხვდები? და ამ გოგოს რო შევეკითხე მეც და ბევრმა ადამიანმა დეტალები რას გულისხმობდა, იგულისხმა ესეთი რაღაცა, რასაც მეც გეტყვით და აი მაგ ყველაფერს ალბათ მეც ვეთანხმები, ხო? ამ გოგომ თქვა ესეთი რაღაცა, რომ პირველ რიგში ადამიანი, როდესაც ვიღაცა მოგწონს, ან ვიღაცა გიყვარს, ყველა ადამიანი მიდის რაღაცა დათმობაზე, ან წირავს რაღაცას, ხვდები? აი მაგალითად, შენ მოგწონს, ნუ იმას გოგო მოსწონდა, მაგრამ რახან მე ბიჭი ვარ, ბიჭის მხრიდან გოგოზე ვილაპარაკებ და იმედია გამიგეთ ის მასას ვთვლობ. აი წარმოიდგინე მაგალითად მე ბიჭი ვარ და მომწონს გოგო, ხო? ვცდილობ რომ ყურადღება მივაქციო, მოდი ვთქვათ სამსახურის მერე მივაკითხო, სადღაც სადმე მოდი ვთქვათ კინოში დავიდეთ დავპატიჟო, კაფეში, რესტორანში, სადღაც ვიღაცასთან დაბადების დღეზე, სიტყვაზე მაგალითად უნივერსიტეტში მივაკითხო, უნივერსიტეტის მერე ან სამსახურის მერე მივაკითხო, ხო ახლა სახში წავიყვანო, ყველანაირად რაღაცა სუის მიტრიალებდეს სიტყვაზე, რა რითი გაუხარო გული, რა ვაჩუქო, რა რითი გავაბედნიერო, ხვდები? ანუ ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანი მაგას აკეთებს, ანუ ის ამბობდა, როდესაც ბიჭი აკეთებს ჩემთვისო რა. ხო და როდესაც ადამიანი მაგას აკეთებს ჩემთვისო, ეგ ადამიანი რაღაცას წირავს, ხვდები? მოდი ვთქვათ მაგალითად ბიჭი რო რაღაცას გჩუქნის, მუშაობს, ხო ეგრეა? წარმოიდგინე რამდენ საათს მუშაობს, რამდენ ენერგიას, ნერვებს ხარჯავს, შეიძლება ჯანმრთელობასაც დაჟე გააჩინა სამსახურს. რომ ეგ რაღაცა, ეგ ნაწვალები მე ფულად აქციოს და მაგ ფული შენ გული გაგიხაროს, ხვდები? აი მაგ ბიჭმა შენ ეგ გული რო გაგიხაროს, ეგ დრო, ეგ ჯანმრთელობა და ეგ ენერგია გაწირა, ხვდები? აი მაგ ბიჭმა რომელმაც სიტყვაზე რაღაცა გადადო, რო შენ ენახე, მოდი თქვათ სამსახური გადადო, აი მაგ ბიჭმა ეგ რაღაცა გაწირა. შეიძლება სიტყვაზე თავის ძმაკაცებთან არ გავიდა და შენ გნახა აი მაგ ბიჭმა ეგ რაღაცა გაწირა. ხვდები რასაც ვამბობ? ასე რომ ეხლა რო ვილაპარაკო ის რომ აი მე ბიჭი ვარ და ბიჭის პერსპექტივებს შევატრიალებ, დაახლოებით მივხვდებით კაცი კიდე უკეთესად რის თქმას ვთვლობ. აი წარმოიდგინე მოდი თქვათ მე ვარ ბიჭი, ხო? ანუ სიტუაცია არ მე ვარ, ბიჭი ვარ, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა, აი მოდი ვიღაცა ბიჭზე ვილაპარაკოთ, აი მე ვარ კარჩე ბიჭი. ხო და სიტუაცია ჩამოყალიბდა ესე, რომ მე მომწონს ვიღაცა, ხო? ანუ მე რაც არ უნდა გავაკეთო მაგ ადამიანისთვის, შეიძლება ეგ არის სამსახური გავაცდინო, შეიძლება ჩემთვის მნიშვნელოვანი დრო დავხარჯო, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მივაკითხო, ან სამსახურის მერე მივაკითხო, რაღაცა ვაჩუქო, რაღაცით გული გაუხარო, თუნდაც მას, მის ოჯახის წევრს, ნებისმიერ ადამიანს ხო ხვდები რა, ანუ ვინც მასთან არის კავშირში. ეგ ყველაფერი მოდის იქიდან, რომ მე ის ადამიანი გავაბედნიერო, ან მაგ ადამიანს გვერდში ვედგე, ხო? ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის ვაფშე, უწირავ რაღაცას, ხვდები? ან თმობ მაგას, რა, აი მოდი ვთქვათ, ვიღაცა ჩემ ძმაკაცთან არ წავედი და არ გავერთე, იმიტომ რომ იმასთან მინდოდა წასვლა. რაღაცა ის არ გავაკეთე, იმიტომ რომ იმასთან მინდოდა წასვლა. ის არის ხო ხვდები, ჩემი ნომერ პირველი პრაიორიტი, ეგ ადამიანი რა. და როდესაც ადამიანი რაღაცას არ აკეთებს სხვაგან, ხო და მიდიხარ იმ ადამიანთან, იმიტომ რომ იმ ადამიანთან გინდა ყოფნა. შენ ყოველთვის რაღაცას წირავ, რა როგორც თქვი, შეიძლება სამსახური გააცდინო, შეიძლება უნივერსიტეტი გააცდინო ბიჭმა, რომ იმასთან წახვიდე. ან შეიძლება აი მაგალითად ვთქვათ, რომ რავი,
ვიღაცასთან სადმე არ გახვიდე ან რაღაცა წვეულებაზე დღესასწაულზე რაღაცაზე რომ იმ ადამიანთან იყო ვინ შენ გიყვარს და ვინ შენ მოგწონს ამ ვარიანტში მაგალითად ვთქვათ მოდი სიტყვაზე ვინმე გოგო რო იყოს ეგეთი ხო მაგრამ თუ შენ ყველაფერს წირავ ხო ანუ ამ რაღაცა შენ ცხოვრებისეულ რესურსებს მოდი ვთქვათ და შენ რა ყველაფერს თმობ და ის ადამიანი არაფერს არ თმობს მანდ უკვე არაფერი არ გამოდის ხვდები მანდ უკვე თავდება იმენა რაღაცა ჯაჭვი წყდება ან რაღაცა ხიდი ინგრევა და მანდ თავდება ყველაფერი რა ასე რომ ზუსტად აი ეგეთი მაგალითების ახსნით ზუსტად მაგოგო მე გკითხრა რომ ადამიანის სიყვარულს განსაზღვრო იმით თუ რისი დათმობა შეუულია მაგ ადამიანს ჩემთვის და რა sacrifice-ი შეუულია გააკეთოს და რის დათმობაზე წავიდეს იმიტომ რომ როგორც თქვი რა ანუ და როგორც იმ ადამიანმა თქვა რომ თუ ასე თქვათ ესეთ რაღაცა რომ ადამიანის გამო რაღაცის დათმობა არ შეგიძლია ეგ პროსტა შეუძლებელი არის ეგ ურთიერთობა ვერ იარსებებს ხვდები იმიტომ რომ თუ სიტყვაზე შენ ცდილობ რომ იმ ადამიანის ცხოვრების სტილს გრაფიკს თუნდაც სკოლას სამსახურს გააჩნია ასაკს რამდენი წლისები ხართ სკოლას სამსახურს უნივერსიტეტს ხო ხვდები მის ცხოვრებას შეიძლება სხვაგან ცხოვრობდეს ვაფშე შოურს ან რაღაცა ეგეთი ხო ხვდები რას ვამბობ რა ანუ თუ ადამიანი ცდილობ რომ მეორე ადამიანს ძალიან მოერგო ხო ანუ და შენ ცდილობ რომ ყველაფერი შენ ცხოვრებაში გაწირო ან ყველაფერი შენ ცხოვრებაში ასე ვთქვათ დათმო და შენ ცდილობ იმ ადამიანის ცხოვრებას მოერგო შენ რამდენადაც არ უნდა სადო ეგ რაღაცა პროსტა არ გამოვა ეგ არის შეუძლებელი ხვდები შენ რო შენი სამსახური გაწირო შენი უნივერსიტეტი შენი სკოლა შენი სტაგნები შენი გაკვეთილები მაგალითად რაც გაქვს შენ შეიძლება რუსული გააცდინო რომ ის ნახო შეიძლება ინგლისური გააცდინო რომ ის ნახო შეიძლება დედაც კი მოატყუო ის რომ ის ნახო და სადმე წახვიდე რაც არ ვიცი რამდენად სწორია ეგ თქვენ გადაწყვიტეთ ეხლა გააჩნია ბავშვობაში ეგეთ რაღაცაზე პატრაობაში დედა ყოველას მოუწყუება ხო ხდებათ რომ ვერ გეტყვით რომ რაღაცა ეგ არ გააკეთოთ რაც შეიძლება მითნაც კონდეს გაკეთებული რა მაგრამ ხა დედის მოტყობა რა თქმა უნდა არასწორი არის ხო და რისკმას ვამბობ რა ანუ კაცი გააჩნია ასაკს ხო ხდები და ყველა თემაში რა თუ გინდათ რომ მარტო სკოლის ასაკს არ ვილაპარაკო და უფრო დიდ ასაკსაც შევეხო ეგ შეიძლება მაგალითად სამსახური იყოს ხო ხდები წარმოიდგინე ბიჭი ხარ და გოგო მოგწონს და ამ გოგოს უდატურთული გრაფიკი აქვს რა და სულ გეუნება რომ აი სამსახური მაქვს სულ სამსახური კი მესმის მაგრამ ანუ სულ თუ სამსახური ქონდა ხო ეგრე ადამიანს ვერ გაიცნო ვერასოდეს ხო ეგრეა რა ან სამსახურის მე შეიძლება შეხვდე მაგრამ სულ თუ დაღლილი იყო და სახში უნდა დაწასვლა ესე იგი რაღაცა არ გამოვა ხვდები ან უნივერსიტეტი ყოველთვის ანუ როგორც შენ ბიჭს ადამიანს როდესაც გიყვარს ან მოგწონს გოგო ხო კი შენც გაქვს სამსახური შენც მუშაობ ბატონებო ბიჭებო დააფასეთ თქვენი თავი და თქვენი დრო შენც მუშაობ შენც გაქვს უნივერსიტეტი შენც გაქვს სამსახური შენც გაქვს საქმე შენ თავსაც ეცი პატივი და შენ გრაფიკსაც ეცი პატივი ხვდები და შენ როცა ხანდახან აცდენ ამ სამსახურს ამ უნივერსიტეტს თუნდაც ან კოლეჯს თუნდაც ან რაღაცა მნიშვნელოვანს და იმ გოგოსთან მიდიხარ ხო და რაღაცას თმობ მაგას იმიტომ აკეთებ რომ იმასთან ყოფნა ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიხერს ხვდები მაგრამ მეორე მხარეს ის ადამიანი თუნდაც ის ადამიანი გოგო იყოს ან თუნდაც ბიჭი იყოს გააჩნია პერსპექტივებს როგორ შეატრიალებ თუ ის ბიჭი ან ის გოგო რომელთანაც შენ ყოფნა გინდა არაფერს არ თმობს ხო ხდები ტიპის უგეუნება რომ ვა ხა უნივერსიტეტი მაქვს ვერაფერს ვერ გავაკეთებ უნივერსიტეტის მე ეგრევე აქ მივდივარ ვერაფერს ვერ გავაკეთებ ხდები იმას თუ მართლა უყვარ ხარ თუ მართლა მოსწონ ხარ შენთან ყოფნა თუ მართლა უნდა რომ შანსი მოგცეს თუ უნდა რომ თუნდაც ელემენტალური იმეგობროთ მაინც ხო იმიტომ რომ თუ ადამიანებმა ერთად დრო არ გაატარეთ და ერთად რაღაცა დრო არ დახარჯეთ ისე ვერც იმეგობრებთ ხო ეგრეა ხო მიხვდით რასაც ვამბობ ხო და თუ ეგ რაღაცა არ დაიწყო ერთად სიტყვაზე მოდი ვთქვათ ჯერ მეგობრობა დროის ტარება ერთად თუნდაც კაფეში გასვლა კინოში წასვლა რავი ქალაქ გარეთ გასვლა ხო ხდები და პიკნიკზე წასვლა მნიშვნელობა რა აქვს თუნდაც აი პინგ-პონგის თამაში ერთად აი ბილიარდს თამაშობენ ხოლმე მეგობრები რომ იკრიბებიან საბილიარდოში ხო ხდები და ეგეთ რაღაცა 1000 რაღაცა შეიძლება იყოს რა ანუ კონკრეტულად რა იქ თქვენ გადაწყვეტეთ მე მაგაზე სალაპარაკო დღეს არა ვარ მაგრამ თუ ადამიანი არ გაძლევს იმის საშუალებას რომ მასთან ერთად იყო ან მასთან ერთად დრო დახარჯო პირველი მაგ ადამიანს ვერც დაუმეგობრდები და მეორე ეგ ადამიანი სავარაუდოდ ვერც შეგიყვარდება ან ვერც ურასოდეს ვერ შეგიყვარებს შეიძლება მოგწონდეს თუ ან რაღაცა მაგრამ თუ ადამიანთან დროს არ გაატარებ ხო შეიძლება კრაშავდე მაგრამ თუ ადამიანთან დროს არ გაატარებ ეგ ადამიანი ვერ შეგიყვარდება და თუ ის ადამიანი შენ არ გაძლევს შანსს რომ მასთან ერთად დრო გაატარო სავარაუდოდ ვერც იმ ადამიანს შეუყვარდები ვერასოდეს შენ და ეგ გამოდის გული მწყდება მაგას რომ მაგრამ დიდი ალბათობით ტყუილი დროის ხარჯვა არის ნუ ეგ შეიძლება ცოტა ხანი გრძელდებოდეს ან რაღაცა ეგეთი მაგრამ არჩევის დონეზე რაც შემიძლია გითხრათ ეგ არის ამას უკვე ჩემი იმით გეუნებით პირადი გამოცდილებიდან და პირადი საერთოდ ყველაფრიდან რა რომ
ადამიანს ხო თუ შენთან ყოფნა უნდა, თუ უნდა შენთან ერთად დროის დახარჯვა, თუ უნდა რომ შენთან იმეგობროს, თუ შეიძლება მოსწონდე კიდევაც, ეხლა მაგრამ ვერ გეუნებოდეს გოგო თუ არის განსაკუთრებით რა, რომ ძირითადად გოგოები რომ მორიდებულები არიან, ხო რა თქმა უნდა, ან უხერხულ მდგომარეობაში რაღაცნაირად ვერ ვარდებიან ხოლმე რა, ანუ არ უყვართ ყოფნა. და ხო ხდები თავს არიდებენ ხოლმე მაქსიმალურად ცდილობენ რომ თავი შეიკავონ. ეხლა გოგოს დაჟე თავში იკავება უხდება კიდევაც, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რა. ხო და როდესაც ბიჭები კაროჩე ცდილობენ ეგეთ რაღაცას, ან თუნდაც აი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც თქვი, პერსპექტივები თქვენ როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ, შეიძლება გოგო უყურებდეს ამას და მე მისმენდეს, აი ხა შეიძლება ბიჭი უყურებდეს ამას და მე მისმენდეს რა. ანუ პერსპექტივები გინდა გოგოებო და გინდა ბიჭებო, თქვენ როგორც გინდა ისე დააყენეთ. ანუ ეგ თქვენ გადაწყვიტეთ რა. მაგრამ მე ორივეს პერსპექტივით ვამბობ, გოგოსგანაც და ბიჭისგანაც რა. ადამიანს როცა უყვარ ხარ, ხო? ან ადამიანს როცა მოსწონ ხარ, ან ყველაზე ელემენტარული შენთან ურთიერთობა მაინც უნდა, ეგ ადამიანი 10 ჯერ და 20 ჯერ არ გეტყვის, ხო ხდები რომ არ მცალია, ან დააგვიანებს თუნდაც მოწერა. არა, მოწერაზე მომენტ შეიძლება ეგ პრობლემა არ იყოს. უფრო ირელო ურთიერთობაზე მაქვს მე საუბარი რა, რომ ადამიანს როდესაც შენთან ყოფნა უნდა, ხო? ეგ ადამიანი ხან შეიძლება სამსახურის გააჩნია სამსახურს, რა თქმა უნდა. ბევრ რაღაცას გააჩნია, მაგრამ ეხა თუ გაგება გინდათ გაიგებთ რასაც ვამბობ, ეჭვიც არ მეპარება რა. ადამიანს როცა შენთან ყოფნა უნდა, ხო? აი ზუსტად ის რაც ჩემმა დაკალმა თქვა რა. ეგ ადამიანს თუ შენთან ყოფნა უნდა მართლა მოსწონ ხარ, ან მართლა უყვარ ხარ, როგორც კი შენთან ყოფნა რამდენად უნდა, დაჟე ჩემი დაკალის ნათქვამს გადავაკეთებ. ადამიანს შენთან ყოფნა რამდენად უნდა, განსაზღვრავს ის თუ რამდენის დათმობა შეუძლია შენთან ყოფნისთვის. აი ხო კარგად თქვი ეს სათქმელი ხო მე მგონი, ჩემი დაკალის ნათქვამი გადავაკეთე და მოვარგე იმას რის თქმასაც მე ვცდილობ უფრო უკეთესად რა. ადამიანს რამდენად უნდა შენთან ყოფნა განისაზღვრება იმით, თუ რისი დათმობა შეუულია იმ ადამიანს შენთვის. როგორც თქვი, ის ადამიანი რო გეუნება, სიტყვაზე შეიძლება გოგო მოგწონდეს, ხო, ან ბიჭი მოგწონდეს და წარმოიდგინე შენ ელაპარაკები და ის გეუნება, რომ სულ არ მცალია, ეხა სკოლაა, სკოლის მერე საგნები, სკოლის მერე ეს და მერე და ანუ მერე როდის მერე უნივერსიტეტი გექნება, ხო ხდები რომ გაიზრდები. მერე სამსახური დაგეწყება რაღაც, ანუ შენ თუ ეხლა ვერ ახერხებ სიტყვაზე ჩემთან ლაპარაკს, ურთიერთობას, გართობას, კომუნიკაციას, ხო? ანუ შენ მერე მოახერხებ წვეთში, ხო ხდები კიდე პლუს ეგ ყველაფერი რო დაგემატება, წარმოიდგინე. მერე ანუ გადადება კი შეიძლება მესმის გარკვეულ დონეზე ხა ადამიანს გაუგო რთული პერიოდი კონდეს და რაღაცა, მაგრამ თუ ადამიანს მოსწონ ხარ, ხო, ეხა ერთ დღეზე და ორ დღეზე არა მაქვს საუბარი რა, ანუ კონკრეტულად სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით და კონკრეტულად ისე ნუ გააკეთებთ რაღაცას, რომ აი ლიჟბი საწინააღმდეგოდ წახვიდეთ იმის რისკმასაც მე ვცდილობ და ეგ იყოს არა. მაგრამ საერთოდ უმეტეს შემთხვევაში ეგრეა, რომ აი ხო გინახავთ შეყვარებული ბიჭი, შეყვარებული გოგო რომელსაც ბიჭი მოსწონს, ბიჭი რომელსაც გოგო მოსწონს, ხო? ის გოგოც და ის ბიჭიც შეიძლება ვერ გააკეთოს ეგ, მაგრამ ყოველთვის შეეცდება რომ ეგ რაღაცა გადადოს, ხვდები? ყოველთვის შეეცდება რომ დედას აუხსნას, რომ აი დე არის ესეთი და ესეთი სიტუაცია და ეხა უნდა გავიდე სიტყვაზე რა. არის ერთი საინტერესო სიტყვაზე, ან ბიჭი, ან რაღაც შეიძლება იქ არც უთხრას, ან აი დედა ჩემს შეიძლება აუხსნა, რომ აი პატარა ბიჭი რო ხარ განსაკუთრებით, აი ერთი გოგოა ხო ხდები და რაღაცა და აქ მინდა რომ გავიჩითო და აქ მინდა რომ წავიდე. ან რაღაცა ეგეთი, ან თუ ჭკვიანურად, ლამაზად დაალაგებ მაგ სათქმელს, ხო? ეგ ადამიანი შენთან გამოვა უეჭველი. შეიძლება 1 დღე ვერა, 2 დღე ვერა, შეიძლება 5 დღეც ვერა რა, მაგრამ მე-6 დღეს, მე-7 დღეს აუცილებლად გამოვა. შეიძლება რაღაცა გააცდინოს, რაღაცა გადადოს, ხო ხდები? შეიძლება რაღაცა გააკეთოს და აი მაინც მოვიდეს შენთან, აი უცნაური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ახლა მაგალითად წარმოიდგინე მე რო შეყვარებული მყავდა, ხო? კერძო გაკვეთილებს აცნდა იმით რომ მე ვენახე და მე მატყუებ და ვითომ ეგ კერძო გაკვეთილები არ ქონდა. რა თქმა უნდა არასწორია ეგეთი რაღაცა, მაგრამ უყურე თან რა საყვარელი არის ეგეთ რაღაცას რო ადამიანი აკეთებს. შეხედე რატო? იმიტომ რომ იმ ადამიანს, ხო, იმ გოგოს რო ეთქვა, რომ მე კერძო რაღაცებს ვაცდენ, ლოგიკურია მე ვეთყოდი, რომ ანუ რას აკეთებ? ხო არ გადაობ, ანუ წადი კერძო გაკვეთილებზე რა. მაგრამ იმ ადამიანს ჩემთან ყოფნა იმდენად უნდა და რომ ერთ გაკვეთილს მაინც კვირაში, ხო, რაღაცნაირად ჩატეხავდა ხოლმე. რომ მე ვენახე, ხო ხდები? შეიძლება რაღაცა ცოტა სამსახური გაეცდინა, რომ მე ვენახე 1 საათი, 2 საათი, 1 საათი მაინც გაეცდინა, ხო ასე ხარან გრაფიკი გადაეტანა, ხო ხდები რა, ანუ მოეკლო მაგალითად 5 საათი ან 6 საათი თუ მუშაობდა ყოველდღე part-time-ზე, 5 საათიანზე ან 4 საათიანზე გადაიტანდა და 1 საათი ასწრებდა რა ჩემთან ერთად ყოფნას, ან გასეირნებას პარკში ან სადმე ხო ხდები განსაკუთრებით, ხა რავი, მაგ მომენტში მე ვიყავი 16 წლის, ხო, მეტის კი არა. ხო და აი ეგეთი რაღაცა ხდები, ანუ ადამიანს, რომელსაც შენთან ერთად დროის გატარება უნდა, ხო? და აი შენ რო რაღაცას დებ, ხო, აი მოდი თქვათ მაგალითად მე მოვედი და მე გეუნები, ან სიტყვაზე ვიღაცა ბიჭი მოვიდა და ეგ ბიჭი გეუნება, რომ აი წამოსადმე გავიდეთ, ხო ხდები რა? ან სიტყვაზე რაღაცა აი ხო ხდები აი რაღაცა დათმო, რაღაცა გაწირა ხდები მაგ ბიჭმა. შეიძლება ეგ ფული რისთვისაც მუშაობდა სამსახურში, დრო ფულია, უყურე? ჯერ პირველი დროს ხარჯავს, რომ ეგ ფული იშოვოს და მე მაგ ფულს შენთან ერთად ხარჯავს კიდე ხდები? ანუ
მაგაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, რომ ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ გასიამოვნოს, ხვდები? და შენთან ერთად ყოფნა ტიპს ყველაზე და ყველაფერზე მეტად უღირს. მაგრამ ეგ მარტო შენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ შენ ასიამოვნო ადამიანს, ხვდები? ისევე უნდა ცდილობდეს ის ადამიანი, რომ გასიამოვნოს რა. შენ გინდა სამსახური გადადე, შენ გინდა უნივერსიტეტი გადადე, გინდა კოლეჯი გადადე, გინდა მნიშვნელოვანი რაღაცეები გადადე, გინდა ალბათ რავი, ოჯახის წევრებთან შეხვედრა გადადე. ის მეორე მხრიდანაც თუ არ მოდის გარკვეულ დონეზე მაინც რაღაცა სითბო, ხო, ისე ეგ ურთიერთობაც დაჟე მეგობრობაც კი, ეგეთი მეგობრობაც კი არის არსებობს, ხვდები? და აი ეგ რაღაცაა, რაც ჩემმა მეგობარმა ბავშვობის დაქალმა მითხრა, ხო? დღესაც კი ვგიჟდები, რამდენად ვწმუნდები უფრო და უფრო ყოველდღე მაგაში, რომ ეგ ყველაფერი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცა იყო, რაც კი ადამიანს უთქვამს და ეგ რაღაცა რაც მე ჩემმა დაქალმა მითხრა, დაჟე მაგ დროს მე მგონი ეგ გოგო იყო 15 წლის. ხალხო წარმოიდგინეთ, დრამის 15 წელი გავიდა იმის მერე, რაც მაგ გოგომ ეგ რაღაცა მითხრა და დღესდღეობითაც ყოველდღე უფრო და უფრო ვწმუნდები, რომ ეგ რაღაცა რაც მაგ გოგოს უთქვამს იმენა ფაქტები დადროფა და სიმართლე იყო წვეთში. რავი, მე ეგეთი რაღაცა ნათქვამი ინტერნეტშიც კი არ მახსენდება. კი არის ბევრი კარგი რაღაცა რაც ჩემთვის უთქვამთ ადამიანებთან რჩევა მოუწიათ, მაგრამ აი ვგიჟდები 15 წლის მერეც კი ეგ რაღაცა რამდენად ახლოსაა სიმართლესთან და რამდენად მიმტკიცებს ცხოვრება, რომ ეგ რაღაცა რაც მაგ გოგომ თქვა სიმართლე იყო. აი ეგ რაღაცა მინდოდა თქვენთვის მომეყოლა და ჩემი პირადი ასე ვთქვათ, ექსპერიენსი გამეზიარებინა მაგ ჩემ მეგობრის ნათქვამთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კაროჩე, ასე რომ, როგორც თქვი რა, რამდენად მართალია ეგ ყველაფერი, ჩემი აზრით, ან 100%-ით მართალია, ან ძალიან ახლოსაა სიმართლესთან 95-90% ეგ ყველაფერი სიმართლე არის. იმიტომ რომ მე რო ვფიქრობ, ხო, აი სიტყვაზე რო წარმოვიდგენ ჩემ ცხოვრებაში ეგეთ რაღაცას რა, ან აი წარმოვიდგენ შეიძლება მოდი აი თქვენ წარმოიდგინეთ ეგეთ რაღაცა, ხო, აი სიტყვაზე მოგწონს ვიღაცა გოგო, მოგწონს ვიღაცა გიყვარს ვიღაცა გოგო, გიყვარს ვიღაცა ბიჭი, ან გიყვარს მოგწონს ვიღაცა ბიჭი, აი გინდა გოგო იყო ან და ბიჭი მოგწონდეს ან გინდა პირიქით. აი წარმოიდგინე რა, შენ რამდენადაც არ უნდა სცადო მაგ ადამიანთან დროის გატარება, ხო? თუ ვერ ახერხებს, ეგ სხვა თემაა. აი ახლა მესმის, რომ ძალიან ისეთი სამსახური კონდეს, რომ აი ვერ ახერხებდეს შენ ნახვას, ან რაღაცა ეგეთი რა, მაგრამ ადამიანს რო რაღაცა უნდა ადამიანს რაღაცა მართლა რაღაცა პატარა აი სულ მცირე გრძნობის ნაპერწკალი მაინც კი რო გამოძრავებს ადამიანს. რომელ ადამიანს დააკავებს რაღაცა პრობლემა მითხარი. კაი ერთი დღე შეიძლება ვერ გამოვიდეს, შეიძლება ერთი კვირა, შეიძლება გადაჟირავ ძალიან დიდი ხანის გაგრძელდეს ეგ, მაგრამ აი მომენტი მოიცდის თუ არა ეგ ადამიანი, აი თავისუფალი დრო ჩაუვარდება თუ არა ხელში და მაგ ეგ თავისუფალი დრო ხას უსვავ. შეიძლება არასოდეს არ გამოჩნდეს. დაიმახსოვრეთ გოგოებო და დაიმახსოვრეთ ბიჭებო რა. თავისუფალი დრო შეიძლება არასოდეს არ გამოჩნდეს ცხოვრებაში. ეგ თავისუფალი დრო უნდა იპოვო, ან უნდა მოიპოვო, ხვდები? როდესაც სიტყვაზე ვიღაცა ბიჭი გამოდის და შენ გნახულობს გოგოს, ან გოგო გამოდის და ძალიან უნდა რომ ბიჭს გნახოს, ხო? ეგ იმას ანიშნავს, რომ იმას თავზე საყრელად აქვს თავისუფალი დრო, ხო ხვდები? ან მე მაქვს თავზე საყრელად დრო, თავისუფალი ან რაღაცა ეგეთი რა. მეც მაქვს სამსახური, მეც ვსწავლობ, მეც ისევე მუშაობ, მეც ვწვალობ, მეც საქმე მაქვს, მეც პრობლემები მაქვს, მეც ხო ხვდები, ჩემი ცხოვრება მაქვს რა. და მე რო რაღაცას უკანა პლანზე ვწევ, მე რო რაღაცას ვნებდები, მე რო რაღაცას ვთმობ, მე რო რაღაცას sacrifice ვკეთებ, ეგ თუნდაც ელემენტალური დრო იყოს, ან ფული, ან ნიშნობა არ აქვს, კაროჩე, შეიძლება სამსახური, შეიძლება სწავლა, უნივერსიტეტი ან რაღაცა, მე რო რაღაცას ვწირავ, მე რო რაღაცას ვთმობ, ხო ხვდები, ადამიანისთვის ვისთანაც დროის გატარება მინდა, თუ იმ ადამიანმა, ან თუ მაგ ადამიანმა ვისთანაც შენ დროის გატარება გინდა, იგივე არ სცადა მაინც, ხო? ისე არ ამგონია რომ რამე გამოვიდეს. არ ამგონია რომ პროსტა შეუძლებელია, ხო ხვდებით? იმიტომ რომ მეგობრობა სჭირდება, კარგ მეგობრობას ძალიან დიდი დრო, მოწონებით შეიძლება წამებში მოგეწონოს ადამიანი, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ თუნდაც მეგობრობას და თუნდაც მოწონებას არა, მაგრამ აი მეგობრობას, მოწონებას არა, ანუ მეგობრობას და აი ეს თითი რომ გამოვიტოვო, აი ესე, მეგობრობას და სიყვარულს. სჭირდება ძალიან დიდი დრო. ხოლო თუ ამ ადამიანთან, ხო? ვისთანაც დროის გატარება გინდა, შენ თუ დრო არ გაატარე და შენ თუ მოგონებები არ შეიქმენი, ეგ გზნობა შეიძლება განვითარდეს 2 წელიწადში, შეიძლება 1 წელიწადში, 6 თვეში, 4 წელიწადში, ყველა ადამიანი და ურთიერთობა ინდივიდუალურია, მაგრამ როგორც კი მეგობრობასაც და სიყვარულსაც სჭირდება დრო, გარკვეულ დონეზე გააჩნია ადამიანს და გააჩნია ურთიერთობას რა. მაგრამ თუ დრო არ შედგა ადამიანებს შორის და თუ მეგობრობა და მეგობრობით არ დაიწყო ყველაფერი თუნდაც გარკვეულ დონეზე და მერე, კაროჩე, ეს მოგონებები არ წამოვიდა, რომლებსაც მერე გაიხსენებთ და შეიძლება სიტყვაზე მერე ძალიან კარგად დაამთავროთ ეგ ურთიერთობა, მაგალითად შეყვარებულები გაიჩნდოთ, არავი, მომავალში შეიძლება ცოლ-ქმარიც კი, რას გაიგებ რა. ძალიან
ძალიან ეგ დრო თუ არ შედგა როგორც თქვი თქვენ შორის ერთმანეთში და ეგ დრო თუ არ გაატარეთ ერთად მაგ ადამიანებმა სხვანაირად ისე არაფერი არ გამოვა და მეგობრობაც კი ხას უსვავ აკვე ბარემ სანამ ამ ვიდეოს ჩავამთავრებ ერთად რაღაცა ისეთ მაგალითს მოგიყვანთ ჩემი პირადი ცხოვრებიდან უკვე რამაც შეიძლება გული გაგითბოთ და მართლა საინტერესო ასე თქვა რა ვიცი სიტბოთი აგივსოთ რა ერთ-ერთი შეყვარებული წყვილი რომელიც დღესდღეობით სულქმარი არიან ჩემი ბავშვობის სკოლელები არიან ეგენი დაჟე მეხუთე კლასიდანაც კი საიდანაც თავი მახსოვს ეგ გოგო და ეგ ბიჭი ვიზეც ახლა მოგიყვებით კაროჩე საქართველოში სკოლა რომ მთავრდება ხო იცით ნიშნის გამოყვანა ფინალური ნიშნის როგორ ხდება ადრე არ ვიცი ეხა არ ვიცი როგორ ხდება მაგრამ ჩემ ბავშვობაში გეტყვით როგორ ხდებოდა რა ყველა ნიშანს აიღებდი რაც გქონდა მიღებული 7-იანები 8-იანები 9-იანები 10-იანები 2-იანები 5-იანები არ აქვს მნიშვნელობა რა ყველაფერს ერთად იღებდი მე რაღაცას ყოფდი თუ ამრავლებდი თუ რაღაცა და ეგრე გამოყავდა საბოლოო ნიშანი ხო და ერთ დღეს კაროჩე ჩემს სადამრიგებლოში ანუ ჩემი მასწავლებელი კაჩე სკოლაზე აი ბოლო ერთი თვე თუ რაღაცა რო იყო დამთავრებული უკაი ნიშნების დაწერას რომ მასწავლებლები ფიქრობდნენ ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგო საიდანაც თავი მახსოვს კლასელი მახსოვს ეგ გოგო მასწავლებელთან მიდიოდა ხოლმე და რახანეს ჩემი მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი იყო ეს კლასი სადაც ჩემთან იყო ხო ყველა ბავშვი მოდიოდა ხოლმე მანდ და დანარჩენი ჩემი პარალელური კლასელებიც მოდიოდნენ მაგ მასწავლებელთან წარმოიდგინეთ რომ ხوازე ხარა ის სკოლის მერე რჩებოდნენ და ნიშნების რაღაცებში ეხმარებოდა რა, გამოცდებში ეხმარებოდა, რაღაც მსგავს გამოცდებს უწერდა განსაკუთრებით ვინებიც კარგად სწავლობდნენ. ეხლა რო ხედავდა რომ სწავლა უნდათ ამ ბავშვებს უკეთესად ეხმარებოდა ეს მასწავლებელი და უფრო გულით რა. ლოგიკურია ეგ რა თქმა უნდა მესმის მაგ მასწავლებლისთაც. ხო და სკოლის მერე კაროჩე მე რო უყურებდი ხოლმე, ხო? ეს ბიჭი ვინც აქ შემოდიოდა ხოლმე, ერთის რაღაცა აი მოძველ ბიჭო ტიპი იყო რა და ბავშვობიდან რაღაცნაირად აი ნეგატიურად ვიყავი ხოლმე ეგეთი ბიჭების მიმართ განწყობილი კაროჩე რა. ხო და რაღაცენი მოძველ ბიჭო ტიპი იყო, აი რომ კაჩაობდა და რომ ტიპობდა ხოლმე რა. ნუ ეგეთი მეგონა ყოველ შემთხვევაში. ხო და წარმოიდგინეთ ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგო და ეს ბიჭი კაროჩე ანუ ხშირად სხვა ხალხის სხვა გოგოების და სხვა ბიჭების ძირითადად შემოდიოდნენ ხოლმე და მასწავლებელს ელაპარაკებოდნენ ხოლმე. ხო ხვდები რომ აი როგორი სტილის გამოცდები გვექნება მას და აი საბოლოო შეჯამებები კაროჩე ნიშნების და ეგეთი რაღაცეები რა. ხო და იმდენად კარჩე აინტერესებდათ ხოლმე ეს რაღაცეები რომ სკოლიდან რომ მიდიოდნენ ხოლმე კარჩე მაშინ მე როგორც მახსოვს Facebook-ი იყო რა და Facebook-ის დახმარებით რა ეს ბიჭი და გოგო და პარალელური კლასელი ჩემი და ჩემი კლასელი დაუმეგობრდნენ ერთმანეთს ანუ იმიტომ რომ ლაპარაკობდნენ ხოლმე რა აი სწორად გეოგრაფიაში ესე და ესე და ნეტა როგორი იქნება და ის სკოლის თემებზე ლაპარაკით ხო ზუსტად უნივერსიტეტში მე გეუნებით აი მეღრამის მეხუთე კლასიდან არა მეხუთე კლასიდან ვიცნობ მაგებს პროსტა მაგრამ აი სადღაც მოიცა რომ აი პროსტა ვცდილობ რომ წლები გავიხსენო მინდა რომ წლები გითხრათ სადღაც უკვე უნივერსიტეტის აი მესამე კურსი რომელი წელი არ ვიცი სადღაც უნივერსიტეტის მესამე კურსზე თუ მეორე კურსზე უკვე რო იყვნენ ეგ ბიჭი და გოგო იკაიფეთ უკვე რამის ანუ უკვე დაქორწინებულები იყვნენ ანუ უკვე დაოჯახდნენ წარმოიდგინეთ აი რა მაგარი რა უბრალო რაღაცისგან შეიძლება შეიქმნას რაღაცა და გაჩნდეს რაღაცა ულამაზესი ხვდები ეგ მაგ საუბარი გზნობაზე და ხვდები მოგონებებზე და ყველაფერზე რა და რო არა ის საუბარი მაგ მასწავლებელთან ხო რომელთანაც მიდიოდნენ და ლაპარაკობდნენ რო არა ეგ ერთი Facebook-ზე გამოლაპარაკება და მეგობრებში დამატება და რო არა ეგ ნაბიჯები საფეხურები გადადგმული რომლებიც ჯერ ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და ყველაფერი დაიწყო სკოლიდან პარალელური კლასელობით და ეგრე ლაპარაკით წარმოიდგინე და Facebook-ზე მიწერილი მესეჯებით მე უკვე ხვდები წავიდნენ ასაკში მე უკვე აბიტურიენტობის ასაკი მოვიდა მე ხა კონკრეტულად აღარ მახსოვს და არც მე ვიცი ეგენი ზუსტად როდის გახდნენ შეყვარებულები და რაღაცა იმიტომ რომ მაგ მომენტში მე უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობდი რა მაგრამ აი ხო მიყვებოდნენ ხოლმე რაღაცებს არა ანუ დღესაც კი ძალიან აქტიურად მეგობრობ ორივესთან რა ხო და წარმოიდგინეთ ანუ პატარა რაღაცისგანაც კი რამდენად დიდი და ძვირფასი გზნობა შეიძლება გაჩნდეს მაგრამ ეგ ყველაფერი რამ შექმნა იცი ეგ ყველაფერი შექმნა დრო რომელიც ერთად გაატარეს ეგ გზნობა და ეგ ოჯახიც და ეგ მეგობრობაც ეგ სიყვარულიც ეგ სითბოც ეგ ყველაფერი შექმნა დრომ ხვდები და თუ ადამიანთან დროს არ გაატარებ ხო გარკვეულ დონეზე დრო გეხმარება რომ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო დრო გეხმარება გაიგო ის ამდენად ადამიანს რამდენად მართლა უყვარ ხარ რამდენად მოწონ ხარ რამდენად გინდა უნდა რომ შენი ნაწილი იყოს შენი პრობლემები გაიზიაროს ისე როგორც სიხარული ეგ მე არა მაქვს საუბარი როგორც კი მარტო სიყვარულზე გოგო ბიჭის ან ბიჭი გოგოსი ეგ თავისუფლად შეიძლება იყოს მეგობრული სიყვარულიც კი ხვდები ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა და რო ხედავ რომ ადამიანს შენთან ყოფნა უნდა და რო ხედავ ადამიანს რომ ცდილობს რომ დაგიახლოვდეს ხო განსაკუთრებით თუ ეგ ადამიანი სულით და გულით არის შენს მიმართ განწყობილი მე მგონი რომ ურიგო არ იქნებოდა რომ მაგ გოგოს ან მაგ ბიჭს შანსი მისცე ხო ანუ რა სიტყვით ხო საინტერესო რაღაცა არის რა
და იმ ჩემ მეგობარს კიდე ძალიან დიდი მადლობა, ვინც ბავშვობაში ეგეთი რაღაცა მითხრა, იმიტომ რომ დღესაც კი ეგ გოგო ხო? ანუ აი რავი, ჩემთვის აი მართლა დაიკოსავით არის რა, ეგ გოგო. ის ბიჭით ჩემი ბავშვობის სამიკო არის სვეტში და იმის ოჯახი ჩემი მეორე ოჯახი არის, შეიძლება ითქვას, იმდენად მიყვარს ორივე. და აი მაგ გოგოს სიტყვებმა როგორც კი რამის 15 წელიწადი გავიდა იკაიფე იმის მერე რაც ჩემა კლასელმა ბავშვობის მეგობარმა ერთხელ მითხრა და დღესაც კი ვოცდები იმით თუ რამდენად მაგარი რაღაცა მითხრა ჩემა მეგობარმა. აი ეს იყო ამიგოებო რასაც მინდოდა დღესდღეობით მელაპარაკა. რაც ყველაფერი გითხარით, როგორც თქვი, იმედი მაქვს პირველ რიგში ძალიან გამიხარდება თუ გადახვევის გარეშე უსმინეთ ამ ყველაფერს და ხო ხდები, ან სწრაფად არ გქონდათ ჩართული ვიდეო ან რაღაც ეგეთი, თუ ვინმე თავიდან ბოლომდე უყურეთ მართლა, მოდი ასე ვთქვათ. მოდი რომ მივხვდეთ რამდენმა ადამიანმა უყურა თავიდან ბოლომდე გადახვევის გარეშე და რაღაცა ყვითელი გული დამიწერეთ და მაგით მივხვდები რომ თქვენ ეს ვიდეო თავიდან ბოლომდე ნახეთ. ან კომენტარის ბოლოს, ან კომენტარის დასაწყისში რა. ხო და აი ესეთ მასტილის ვიდეო, ეგეთი სტილის ნალაპარაკებმა, ხო ეხა ყველას შეიძლება არ გაუმართოს ეგ რომ ეგეთი მეგობარი ყავდეს ან ეგეთ რაღაცა მოისმინოს, ხო? რასაც ეხლა მე გეუბნებით და ეს ყველაფერი რატომაც გითხარით, ეს ყველაფერი იმიტომ არ არის, რომ დღეს ხო ხდები, ერთ ყურს შეუშვათ და მეორედან გამოვიდეს რა. ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ გაითვალისწინოთ, ხდები? თქვენ ცხოვრებას მოარგოთ ეს ყველაფერი და ეგება ოდესმე ისე შეცვალოს ამ ჩემმა ნალაპარაკებმა თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი როგორც ერთ დღეს და ერთ დროს ჩემი ცხოვრება შეცვალა სამუდამოდ და ეგება ისეთ რაღაცისკენ გაგიხსნათ გზა ჩემმა ნათქვამა ბედი და ჩემმა გულითმა გახსნილმა მოყოლილმა ისტორიამ ისეთ მხარეს გაგიხსნათ გზა და ისეთ მხარეს გაგიხსნათ ბედი რომლისკენაც შეიძლება არასოდეს არ წარმოგედგინათ რომ ოდესმე წახვიდოდით ან თქვენი გული წავიდოდა ან წაგიყვანდათ აი ზუსტად ეს იყო რასაც მინდოდა დღესდღეობით მელაპარაკა რა ასეთი ვიდეოები ჩემი აზრით YouTube-ს ძალიან აკლია იმიტომ რომ აღარ ფასობს კაროჩე ესეთი ვიდეოები აი გულწრფელობა ძალიან აღარ ფასობს YouTube-ს და არც საინტერესო ვიდეოები ნუ კი საინტერესო ვიდეოები ფასობს გაჩა რა სტილით აკეთებ რა ვიდეოებს მაგრამ აი ფაქტიურად არ ვიცი კაროჩე რა ხსნა მაგრამ გეგონება აი თლიანი ხიბლი რაც ბავშვობაში მეგონა რომ YouTube-ს ქონდა ისე მგონია რომ ფაქტიურად დაიკარგა რა მაგრამ აი რო ფიქრობ ხო ანუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ესეთი სტილის ვიდეო ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით თუ გულისყურით მოусმენს იმას რასაც სიტყვაზე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს თუნდაც მაგათად ამ ვიდეოში რამდენად გულით გითხარით მე ყველაფერი მართლა ძალიან პოზიტიური და კარგი გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენ ცხოვრებაზე და როგორც თქვი ძალიან კარგი გზით წაგიყვანოთ ამ ყველაფერმა რაც მე გითხარით ეგ იყო და ეგ მოკლედ ამიგობო დღეისათვის რასაც მინდოდა ლაპარაკი დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის თავს გაუფრთხილდით ვიდეოს ბოლოში თითოეულ თქვენგანი და გელდებით შემდეგ ვიდეოში peace